ჰალელუია. შვიდობა, როგორ ახართ? მეგობრებო, ძმებო, დებო, ახლობლებო, შორეულებო, შალომ, შალომ. ჭიროგურა. ჭიროგუა ყველას. როგორ ახართ? დიდება უფალს. ცოცხლები ვარ ხო დღესაც? ჰალელუია. მადლობა ღმერთო. კი რაღაც პირველი გადავიწერე. მადლობა უფალო. მადლობა ჩემო მამაოზე ციროს, სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის, სიხარულისათვის. შენის წმინდა სულისათვის ჩვენ გულებში რომ ჩაგვიღვარე, დიდება შენ წმინდა სახელს. ეგელია შენთან ერთად თქვა ამინი. კარგი ბიჭი ხარ, გოგო ხარ. აი ადამიანი ხარ. მადლობა იმას თუ არ ეკუთვნის, ვის ეკუთვნის მეტი. დიდება უფალს. ერთ საგალობებს ვიგალობებს ამ სიტყვას ვიტყოდე. თუ იცით? აბა ჩემთან ერთად. ამზეციურ სიმღერას ანგელოსნი უგალობენ ღმერთის კრავს. ვინა ეს? იესო. ამზეციურ სიმღერას ანგელოსნი უგალობენ ღმერთის კრავს. ჩემთან ერთად. ალელუია. Alleluia, Alleluia. დიდება შენ, Alleluia. Эту песню небо ангелы поют. Слава Агнцу Божьему. Эту песню небо ангелы поют. Слава Агнцу Божьему. ყველანი ერთად. Alleluia. 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 დიდება შენ. Alleluia. Halleluja, დიდება უფალს. ნუ გამასამართლეთ, უხეს რუსულად, რუსების აგენტი არ თქვა. ყველა ენა ღმერთისაგან არის, რუსული, ებრაელები, ბერძნები, სომხები, აზერბაიჯანელები, მეგრელები. მეგრულად როგორი? მეგრულად. საბა, მაპადიეს მოკიდე ვერ შევასრულე შენი ხოვნა და იმიტომ რომ იმას წერა უნდა ხაზვა და ხო იცი როგორც იესომ გაპადიაო ისე მაპადიეს შენს. ისე იცოდა. ეცდების სულ მალე ყოველთვის ესე გული მზად მაქვს. მაგრამ რაღაცა და მოდი ღმერთის ნება ჩათვალე და როცა ღმერთინებს ღმერთი ესე მომმართავს რომ მინდა თუ არა გამაკეთებინებს და გამოგიგზავნის რომ იმეგრულ საგალობოს. აბა ჰო როგორ ახართ? ხო ხართ კარგად? სულ ხან გაკურთხოს უფალმა. ჩემი ძმა უფალში. არა და ერთ ქალაქში ვცხოვრობ კაცი და როგორ არა მაპადიეს ძმა როგორ გინახული. მოგითხა კრებულში ყველას ჩვენს მებს დევს საყვარლებს, ნაცნობებს, უცნობებს ყველას ჩემგან მოგითხა.
ძმებო და დებო, დღეს მინდა ერთ რაღაცაზე ვილაპარაკო, რომლითაც ხაიცი როგორ ჩაგედება ბასკეტბოლს რა ისრიან და კალათაში რა ჩავარდება ბურთი ისე ჩავარდა ერთი აზრი, ერთი სიტყვა და სახარებისეული ეს არავის არ გაწყენდა არც მართლმადიდებელს, არც კათოლიკს და არც ევანგელისტს და არც რა ვიცი ვინც ხარ იქ. Darje მუსულმანსაც არ აწყენს. ასე რომ მოვემზადოთ თუ გაინტერესებთ ჩამოიმარჯვეთ რუჩკა საზერი პურცელი და ან და მე მოусმინეთ. ეს სიტყვა არის მეგობრებო მადლიერებაზე. და მე ახლა გაჩვენებ თქვენ როგორც მე მაჩვენა სხვა ჩემმა გამალიელმა დერეკ პრინსმა აი ასე მე ახლა გაჩვენებ თქვენ რა ძალაქვს მადლიერებას. მადლიერება მოდი როგორ დავიწყოთ? დავიწყოთ ცოტა უკნიდან. და მთავარი უფრო გემრიელი კარგი ღვინა ბოლოს გამოვიტანოთ როგორც იესომ გააკეთა ის. სახარება ამბობს საერთოდ. მოდი მე გადავიკითხავ ადგილებს და მეგრე თავარს მე უფრო იმათ ვიტყვით რომ ძალიან ხშირად ვიცი რაღაც ერთ საათიანი ლაპარაკი. პირველი კორინთელთა 10:30-ში წერია თუ მადლიერებით ვჭამთო. ჭამას საჭიროა მადლიერებით. მოდი წავიკითხე მაინც. პირველი კორინთელთა 10:30. ეხლა რა პირველი კორინთელთა 10 აგერ იქნება 10:30. აგერა. აქ წერია ასე. ხოლო თუ მადლიერებით ვჭამ რაღაც შევიბღალო იმის გამო რისთვისაც მადლიერი ვარ. ამიტომ ვჭამთ, სვამთ თუ რამეს ვაკეთებთ, აკეთებთო ყველაფერი გააკეთეთო ღმერთის სადიდებლად. მერე ფილიპელთა 4:6. ფილიპელთა 4:6. არასწერსახ. არაფელზე იზრუნოთ, ხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში. მადლიერებით აუწყეთ თქვენი სრული ღმერთს. ამაზე ბევრი ხანი ვერ გებულობდი. და როცა იესოს ლოცვებს და იესოს ხორებას გადახედავ და მე ამ ადგილს გავიგებთ რას ნიშნავს მადლიერებით აუწყეთო თქვენი სრული ღმერთს. ეს ისი რას ნიშნავს? მოდიხარ სათხოვნელად და სანამ მოდიხარ უნდა იცოდეს ღვთის ნება არის თუ არა, იმიტომ რომ იაკობი წერს ითხოვ და არა გაქვთ, იმიტომ რომ ბოროტს ითხოვდა. და ეხლა მამამ სრულად თხოვოს შვილმა ისა, მამა მომეცი პისტალეტი ან ისა ბრიტვა დანა, და სკოლის ბავშვს რო უთხრას, მისცემს მამა, არ მისცემს. ანდა რამე ცუდი, ანდა საშიში. ანდა მამა დამაჯინე მე ზარულიო. საჭესე დამაჯინე დააჯენს მამა. თუ დააჯენს იმისანა უჭუო ისიც. ხო და არ გააკეთებს. ამიტომ იაკობი ამბობს. ითხოვთ, არა გაქვთ, რატომ ბოროტს ითხოვთ. სანამ რამეს ითხოვ, მოდიხარ ლოცვებში და თხოვ, ჯერ შეამოწმე ის. ჩეკი გააკეთე. ეს არის ღვთისნება. ეს მოეწონება უფალს. ეს ამას მე მამა მომცემს და თუ იქ საშიში არ არის, თუ ის სასარგებლოა, ღმერთს მოეწონება, ვროდი ნიჩევო პლახოვა, ხო? გონი ალბათ დარწმუნებული ხარ რაღაც 90% რომ ეს ღმერთის ნება, მაშინ ილოცე, მაგრამ როგორ ილოცო? აი მაგალითად, ხო წერია იქ ვისაც გინდათო სიბრძნე, თხოვეთო ღმერთს დაუყადრებლად მიმცემს, ხო? როგორ არის? ხო ისეთ. ხო და აი მაგალითად მინდა სიბრძნე. რაღაც სულელო რაღაცებს ვაკეთებ, ასე რო ვაკეთებელი, ასე ვიქცევი, ისე რო სალაპარაკო, სულ სხვანაირად ლაპარაკობ და ყველაფერი გამომდეს უკუღმართად. და შემნიშნე რომ არ მაგლია სიბრძნე. ამიტომ მოვდივარ ღმერთთან და ვეუბნები. და ვიცი რომ ეს ღმერთის ნება. და ვეუბნები ღმერთ. მამაო ჩემს ეციერ. შენ ხედავ ღმერთს. ჩემს აქციას.
იმსა ვიბორებს, არჩევნებს, რას ვაკეთებ, როგორ ვლაპარაკობ, როგორ ვიქცევი. და ხედავ ღმერთო, რომ სიბრძნე არ ამაგზა. გთხოვ, მომეცის სიბრძნე. და ეუბნები. მადლობა. მადლობა მამაოზეციერო. ამ სიბრძნესაც, რომ მაჩვენეს სიბრძნე. მადლიერებით დგები და დგები როგორც სოლომონ ბრძენზე უკეთესი. ბრძენი ბიჭი ადგები ლოცვიდან. ეს არის ის. მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს. მადლობასთან ერთად აუწყეთო თქვენი სურვილი ღმერთს. ეს რას ნიშნავს? ეს იმიტომ ეუბნები შენ მადლობას, რომ მოგვექცამს შენ. ეს არ რწმენა. რწმენა არის დაჯერება იმისა, რასაც ვერ ხედავ. რასაც ამბობს ებრაელთა წერილის მე-11 თავი. ყველა მხრივ ზეპირად. პრაქტიკად კი შენთორე. ებრაელთა 1:11. წმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რაზედაც ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი მოგცემს. და დადასტურება იმისა, რასაც ვერ ხედავთ. დარწმუნებული ხარ იმაში, რაც ჯერ არ მოუწია. მაგალითად, შენ ხარ იმისანა კაცი, რომ იმისანა კეთილი, იმისანა მდიდარი, გულღია რა ისი კეთილი კაცი ხარ. ვიცით რომ ღმერთი არის კეთილი და არ არის ადამიანი კეთილი, მაგრამ აი სიკეთის ისა ხარ განსახიერება რაღაცა. ვინც თხოვს ყველას აძლევ, გააჩნია რას აძლევ. ჭკვიანიც ხარ, ბრძენიც ხარ. ხო და რაღაც არ ამაგზა მოვდივარ შენთან. მაგალითად ვინა პირველი სულხანი ჩაერთო და სულხანს ვეუბნები. ძმაო სულხან, სულხანია მდიდარი, კეთილი, გულღია და ვეუბნები სულხან. ძმაო სულხან, აი ეს პრობლემა მაგზა ეს მჭირდება. არა, ამდენ წერილს წერ. წერილს წერ იმას, მესის წერ სულხანს და უკან უწერ ქვევით. და წინასწარ მადლობას გიხდით ძმაო. მადლობა. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ სულხანი მე არ მეტყვის უარს, იმიტომ რომ მე სულხანს არ ვთხოვ რამე ნარკოტიკს, ალკოჰოლს, სადღაც ცუდ რაღაცას და დარწმუნებული ვარ რომ სულხანი ამ საკითხში მე მეთანხმება, ვიცი რომ სულხანი ამას მომცემს მე. იმიტომ რომ აქვს ის რაღაცაც აქვს და ბევრი და გულის კეთილი აქვს და ძუნწი არ არის და გამცემის არის. და დარწმუნებული ვარ 1,000,000% რომ სულხანი ამაზე უარს არ მეტყვის. ასე არის ღმერთის. როცა ჩვენ მოვდივართ ღმერთთან მადლიერებით, ჯერ უნდა შეამოწმუნდა რა სიტყვა. ზოგი იცი რა სიტყვა? ჩემი მტრები არ გაახარო ღმერთო. ამისანა ლოცვებს ღმერთი არ ისმენს. ამისანა ლოცვებს ისმენს სატანა და ფრთხილად იქ. ნუ წყევლი, ნუ რა ვიცი, იმიტომ რომ წყევლა ბუმერანგებით ბრუნდება აქეთ. უფრო უარესად. და მადლიერების ადგილები კიდე ერთი რა უყურეთ. კოლასელთა 3:16. ახლა უყურეთ. კოლასელთა 1:3. აგერ არის კოლასელები 3:16. ხო იცით ყველა რომ უხვერთის სიტყვა უხვა დამკვიდრდეს ჩვენში და ასე და ასე. აგერ წერია. უფლის სიტყვა უხვა დამკვიდრდეს თქვენში ყოველი სიბრძნით. ასწავლეს შეაგონეთ ერთმანეთი ფსალმუნებით, სადიდებლებით და სასულიერო სიმღერებით. უმღერეთ ღმერთს თქვენს გულებში. და გასვის. რა არის ეს? სადაც მადლიერება. მადლით. მადლით, მაგრამ იწერია სხვათა განში მადლიერებით. სბლაგადარნასიო. ზოგი ისი როგორ მღერის? გალობრივი მაგალითად. ჭირთ ეს ყველას. მე ყოველთვის ვცდილობ ჯერ ღმერთის წინაშე ვიგალობო და მე რას გამოვა ის თქვენ გონდეთ და ზოგი ხადაგებს არა ღვთის წინაშე, არამედ ადამიანების წინაშე. და მე აინტერესებს ადამიანებმა როგორ მიიღეთ, მოეწონათ არ მოეწონათ. შენ ადამიანებს კი არ კითხე კაცო, მოეწონა არ მოეწონა შენი გალობა და შენი ხადაგება. შენ ჯერ ღმერთს კითხე, სწორად ილაპარაკე თუ არა. და ზოგი ხალხის წინაშე გალობს, რომ კაი ხმა ქონდეს, კაი მელოდია გამოვიდეს, ესე საჭირო რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში, როცა
პიროვნება ანდა გუნდი გალობს, უნდა უგალობდეს ღმერთს მთელი გულით. და ეს არის ღვთისთვის სასურველი მსხვერპლი. შემდეგ კოლასელთა 4:2. ეხლა მე ჩქარჩქარა გადავივი. კოლასელთა 4:2. აგითხრათ თუ არა კაცო. 4:2. იბეჭდეთ ლოცვაში და იფხიზლეთ, არა, ფხიზლად იყავით მასში მადლიერებით. ხედავთ? ბეჯით იყავით ლოცვებში. მოიცა ბეჯითი მოსწავლე. სულ რო დავალებებს წერს, კითხულობს, მოკლედ თავის საქმეში არის ხოთოსანი. ბეჯითია. იბეჯით და ლოცვაში. ფხიზლად იყავით მასში მადლიერებით. ვინც მადლიერებაში არ ცხოვრობს და მადლობას არ წირავს ღმერთს, ის მიძინებულია. ის აზიარა სად არის. იმიტომ რომ როცა შენ ლოცულობ, აუცილებლად შენ მადლიერებაში ხარ. ზოგიცის ლოცვა როგორია? აი ლოცვას იტყვის რაღაცას. დარა თუნდა წავიდა ეს და ფიქრობს, მიახსენებს და მის ლოცვა. გაიგონა ღმერთმა. ამაღდა იმდენი მილიონი ლოცვები ადეს, ჩემი ლოცვას ნახავს ღმერთი. შენ და როცა ასეთი ეჭვით ლოცულობს კაცი, ის იმის ფიქრშია, მივიდა არ მივიდა, გაიგონა არ გაიგონა და მადლიერება არ ამოგივა მადლიერება. არ გამოგივა. მადლიერება გამოვა იმას, ვინც დარწმუნებულია, რომ ღმერთმა შეისმინა. და როცა კეთილი ღმერთი, იესო ხოთვა არავინ არ არის კეთილი გარდა ერთისა, ღმერთისა და როცა შენ ამისანა თუ სულხანი და სხვა ძმები და ძები მოგცემენ რაღაცას, მით უმეტეს ღმერთი, რომელიც არის კეთილი და როცა შენ თხოვ შენთვის სასარგებლოს, შენს სამომავლოს, სულიერს, მარადიულს, საჭიროს, აუცილებლად იპასუხებს იგი. ღმერთი არა ძუნწი, ღმერთი არ არის ისა ბოროტი და ღმერთი არ გაწვალებს შენ. არა, არ მოგცემ ცოტა ხანი კიდე ერთი 100 ჯერ მითხარი და მე მოგცემ. ასე არ არის ღმერთი. ამიტომ აქ წერია, იყავით მასში ფხიზელიო მადლიერებით. ვინც მადლიერებით არის ღვთის წინაშე, ის ფხიზელი მორწმუნეა. ამიტომ კარგია როცა გამოვხიზდებით უკეთ. კარგია შევისხათ წყალი ეს ის გამოვხიზდეთ და ვადიდოთ უფალი. ეს ერთი ადგილი. მერე ტიმოთეში, პირველი ტიმოთეს 4:3 წერია, მადლიერებით ჭამონ. რას ქვია ეს მადლიერებით ჭამონ? რა და აი რაღაცა რო გიწყვია იქ. შენ ყოველთვის წყალს რო სვა, მაგალითად წყალი დაისხი. მე ვიცი ერთი მორწმუნე. წყალი. პატარა ნაჭერი რომ მიართვა. ხაჭაპურის ნაჭერი რომ მიართვა. ვაშლის ნაჭერი, ვაშლის ნაჭერიც რომ მიართვა. ისევ საკეთებს ის ძმა. ასე აიხედებს და მადლობა აკურთხე. დაიკავებს ყოფეს, მადლობა აკურთხე. სულ მადლიერებაშია. რატომ? რა მე რატომ შეშვი ალბათ. იცის რომ ღმერთისგან არის. რა იცით კიდე რა არის? ჰალელუია. ყოველთვის როცა შენ ღმერთს მადლობას ეუბნები, შენ გახსოვს ღმერთი. შენ არ გავიწყდება და ეს მადლიერება გეხმარება, რომ ყოველთვის იდგე მის წინაშე. ყოველთვის გახსოვს. აი მაგალითად რაღაცა ისე აგიერა რაღაც მანქანა დაგიჯახა, მადლობა ღმერთო. რაღაც მზე ამოვიდა, მადლობა ღმერთო. წამოვიდა წვიმა. შეიძლება არ გიხარება, მადლობა ღმერთო, ალბათ 100-ია საჭირო. ყველაფერში გახსოვდეს ღმერთი. და როცა კაცი მადლიერია, ის რას უფრო მეტად მადლიერებას გზავნის კაცი ღმერთისკენ,
ის ნიშნავს, რომ კონტაქტშია ღმერთთან. და ასე ეჩვევა და მერე ისე ხდება, რომ როგორც ენოქი დადიოდა ღმერთთან ერთად. წერს ბიბლიაში. ღმერთთან ერთად დადიოდა და ისე ასიამოვნა ენოქი ღმერთი, რომ ღმერთმა ვერ გაძლდა უთხრა. არა შემიძლია მეუშე მოდი აქ შენ ჩემთან და ჩააღო. მე ვლაპარაკობ შენებურა. გაუშვა დიდი ხედი მიწაზე და აიყვანა ასე ხელს ენოქი და აქ დამისკოპტი ჩემს გვერდით და დაისვა ის ზეცაში. მე ვლაპარაკობ შენებურად ხუმრობლობა ასე არის. ისე ასიამოვნა ღმერთი ენოქმა, რომ წარიტასა იგი. სიკვდილის არ ანახა ის. რატომ? იმიტომ რომ ღმერთთან ერთად დადიოდა. კაცი როცა ღმერთთან ერთად მეგობრულად არის, იესო ხო თქვა, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. თუ გააკეთებთ იმას, კიტა, რასაც გეუბნებით. ხოდა, აი იესოსთან მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს ბავშვებს, სხვის ბავშვებს, მეგობრებს, მე ელაპარაკეთ იესოს როგორც პიროვნებას, როგორც ადამიანს, როგორც ჩვენს მეგობარს, რომელიც რომელთანაც შეგიძლია ყველა საიდუმლო, ყველა ცოდვა, ყველა მინუსი გახსნა, გული გაუხსნა, მასთან იტირო, იცინო, პირველი სასიხარულო ამბავი მას გაუხსნა. პირველი სასიხარულო ამბავი და იცი რა უნდა დაგემართოს. მადლობა ღმერთო. დიდება შენს სახელს. მადლობა უფალო იესო. პირველი რეაქცია. სადღაც არ უნდა გაიქცე. ტელეფონში მოვიგე ჯეკპოტი კი არა, ჯერ ღმერთს უთხარი შენი რაღაც წარმატებები და ამისთვის მადლობა ყველაფერთვის. და ახლა მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს იესოს ცხოვრებიდან. ერთი ეს არის გახსოვთ ის ადგილი. ყველაზე უფრო დიდი სასწაულები სადაც მოახდინა იესომ, ეს იყო ყველაზე უფრო პატარა ლოცვა. ბუციცუნია მოუტანეს 5 პური და 2 თევზი და ერთ კაცს არ ეყოფოდა ისე. ალა პეტროსის რომ იგეცა გადაყლაპავდა იქით, გადასლანსლავდა. აიღო იესომ 5 ლეპიოშკა წერია, პური კიდე კი არა. და ისე პონჩიკით რაღაცა. 5 ზარი. დედამისა პატარა ბავშვს. საგზური. ხოდა. ეს აიღო იესომ და იესოს ლოცვა. მადლობა მამაო. всё. დამთავრდა შენი ლოცვა. უფალო, დავაი კიდო. არის მადლობა. მადლობდა და დაურიგეთ. წინასწარ სანამ გადაიქცეოდა პურები. წარმოიდგინეთ 5000 კაცი. ხო წერია იქ. მარტო კაცები წერია იქ. ეხლა მიუმატე ცოლებიც. შეიძლება ყველა თალყავდა, მაგრამ 90% ორი ეყოლებოდა. თქვა 80-იც. აი რამდენია? 5000 კაცი მარტო. მერე ცოლები. და მერე ის ნუგონიეს მე ახალდელი ადამიანები. 1-2 შვილი. იქ ებრაელები იყვნენ. იქ არც ექიმები იყვნენ, არც აბორტი იყო მაშინ. ვიცარდა აბორტისთვის რას უზამდნენ. ყველას ყავდა ის გოჭები, ბევრი ბავშვები. ხო წარმოიდგინე რამდენი მინიმუმი, იქ იყო მინიმუმი. ყველაზე უფრო პატარა იქნებოდა 15000. იმიტომ რომ 5000 კაცი იყო მარტო. და წარმოიდგინე ესენი ყველა გაძღა, ის კი არა დანა პატარა ისა შიმშილი რომ მოიკლა. გაძღა ის რამე. ალბათ მოსერი გამოედერა თინდენიცინტევზი და პური ჭამეს. და ისე გიძრაცერი იესომ რომ არაფერი არ დაიკარგოს. ასეთია იესო. ეკონომიური არის. რომ არაფერი არ დაიკარგოს, შეკრიბებოდა და 12 კარზინგა როგორ არის? 5 ტომარათო რაღაცა 12 აფსეს. რაც გადარჩა. რას მოყვა ეს ყველაფერი? მადლიერებას. იესო ყველაფერში იყო მადლიერი მამის მიმართ. დააგვირდით.
ანდა დაგუგლით ხო გაქვთ ინტერნეტი საზებარი რამდენჯერ როგორ ხმარობს იესო მადლობას ეი მამაო მადლობა რომ გაუხსენი ეს შვილებს და დაუფარებ ეს გონიერებს და თავკომბალებს 24 საათი წიგნს ჯულს რო კითხულობენ და რომ ვერ იცნეს იესო და ვიღაცა მეთევზებმა და ყოფილმა მრუშებმა იცნეს იესო და ირწმუნეს მადლიერება ეს არის დიდი ძალა და ეს საერთოდ მადლიერება ლაპარაკობს რწმენაზე ხო იცი ბრილიანტი ხო არის რომ ანათებს ყოველი მხრიდან აი ასე რწმენაც ანათებს მას ბევრი ისინი აქვს გრანები და ერთ-ერთი არის მადლიერება კაცი რომელიც მადლიერი არ არის მისი რწმენა არის წითელს აჩვენებს და კიდე ერთი ადგილი და всё ხარი მადლობა შეწირა იესომ და ერთი ადგილი კიდე იოანეს 11 იოანე მახარებლის მე-11 თავი 41 მუხლი იცით ალბათ არის ლაზარეს აღდგენება როა იოანეს 11:41 აი ეს მოვიდა ლაზარე რომ მოკვდა ყველა ვიცით როგორ აფერ დააგვიანა სპეციალურად იესომ მოვიდა უკვე მკვდარი იყო 3 დღის მკვდარი იყო და იესომ თქვა აწიეთ ლოდი და მიცვალებულის დაეუბნება მართა უფალო უკვე სუნია ყარს უკვე საშინელი რო გადაწებ იმ ქვას უფალო იმისა სუნი გამოვა შეიძლება კაცი გაითიშოს იესეუბნება არ გითხარი რომ თუ ირწმუნებ ჯერ წმენა თუ ირწმუნებ იხილავ იაკობი რას ამბობს ეჭვიანი კაცი ვერ ღებულობს ვერაფერს ეჭვიანი გასვაზე მე მგონი კი მე მგონი მომცა მე მგონი არ მომცა მე მგონი შეისმინა მე მგონი არ შეისმინა ნახოთ და ეს არ არის წმენა არის ლოცულობ თხოვდა მადლობა უბალო იმით არის სახში ამბობ ეს უკვე მაქსმე ეს არის წმენა ხო და იესოვნება იხილავ ღმერთის დიდებას თუ ირწმუნებ ამრიგად ასიეთ ლოდი უბრძანა იესო და იესოს კიდო ჭალებში დიდი ლოცვა ჩვენ რო ყოფილიყავით ამ ღმერთო შენ რომელიც ხარ სიცოცხლე და აღდგომა გარდმოდი შენი სული წვენით და ანგრიეს სიკვდილის სული მიდით მევადდება ამომიდექით ლოცვებში დავაყოლა მერთად ხელები გააფირჩხინეთ მიდით სიკვდილის სული და იმას ხან იმას გვანან მორწმუნეები იმას ვალის წინასწარ მეტყველებს ღმერთო ახლა მიგვიპასუხეთ რომ გავიპოლა ყველაფერს ასე არ არის აი ეს როგორ ქნა თვალები აღაპყრო და თქვა მამაო გმადლობ რომ მისმინე რა გისმინა ჯერ არაფერი არ გისგვიება მადლობა რომ მისმინე მე ვიცოდი ორეთ ეს რწმენა მე ვიცოდი რომ რწმენა მოდის მე ვიცოდი რომ ყოველთვის მისმენ იესო ამბობს მე ვიცოდი რომ ყოველთვის მისმენ მე მხოლოდ გარშემოუკრებული ხალხის გასაგონად ვთქვი რათა ირწმუნონ რომ შენ გამომგზავნე ეს რომ თქვა დიდი ხმით დაიძახა ეს უკვე დაწახება ლოცვა არა ეს უკვე მოხმედება დაიძახა ორი სიტყვა ლაზარე და მეორე გამოდი всё დამთავრდა იესოს რა მამაო გმადლობ რომ მისმინე ანდა მამაო გმადლობ რომ მისმენ როცა ლაპარაკობ ლოცვებში მამაო მადლობა რომ მისმენ იოანე რას ამბობს როცა ჩვენ მისი ნებისამებრ თხოვთ რამესო ის გვისმენსო მისი ნებისამებრ იესო ყოველთვის მის ნებაში იყო და
იცოდა რომ ყოველთვის უსმენდა მამა. შენც ასე იქნები თუ ყოველთვის ისე მოიქცევი, ისე იცხოვრებ, როგორც ღმერთს უნდა შენ ზესიერ მამას, ის ყოველთვის გისმენს შენ. და თუ რამე სულელურ და უგუნურ და არასასურველს თხოვთ ღმერთს, ღმერთი ამას არ შეისმენს. ასე რომ გამოვიდა მიცვალებული. ვიცით, ეს ლაზარე ხელფელს შეგრული და ბევრმა იუდეელმა იხილა და ირწმუნეს იესო. აი იესოს კიდევ მოკლე ლოცვა. ყველგან სადაც პატარა ლოცვა იყო იესოსი, ანდა თალიფაკუმი. შენ გეუბნები გოგონა ახტეკ. ანდა პეტრე მილოსა ტაბითაზე, ქურსიგზე. მოიყარავ მუხლი, ილოცავ და უთხრავ. ტაბითა, შენ გეუბნები ახტეკ. წამოსკუბდა ჩვენი ტაბითა. განდიდა იესო. და ერთი ადნი რას მინდა ეხლა ყველას აყურებთ, ეს არ გამოტოვოთ. თუ აქამდე მისმინე, სულ ცოტას მოითმინე და იპოვე მათს. იოანეს, არა, ლუკას 17. რა კახა საყვარელი ისტორია. თუ ამას შენ ყურადღება მიაქცი და დაიჭირე, ეს შენ გეხსენებოდეს იმ ყოველთვის. ლუკას 17. 12. აგერების. იერუსალიმს რომ მიდიოდა, მან გაიარა სამარიასა და გალილეას შორის. ერთ სოფელში რომ შედიოდა, 10 კეთროვანი კაცი შემოხვდა. ეს კეთრი იცით რა არის? ისეთი ავადმყოფობაა, რომ ტყეება სხეული. არაფერი არ შორის, არც ექიმი, არც წამალი. დღესაც არ იკურნება ეს. კეთრი ეს არის შიგნით ტყეება. აი მაგალითად რაღაც ნარკოტიკი რო იყო წინათ თუ გახსოვთ, არ ვიცი ახლა კიდევ არის ვერა საქართველოში. კრაკადილიო თუ რა საშინელება. რომ დაემართებათ ნარკომანებს, მერე ის ტყეება, არაფერი არ ეშველება იმას. აი კრაკადილზე უარესი იყო კეთრი. მხოლოდ ერთი იყო სასწაული, მხოლოდ ღმერთს შეეძლო. და ვისაც კეთრი ჭირდა, აუცილებლად განშორებული იყვნენ ებრაელებთან იმ ბანაკს, მოსახლეობას, სადღაც კეთროვანთა ველი ჰქონდათ მათ. იქ ჰქონდათ ცალკე ცხოვრობდნენ, რომ არავის არ გადადებოდა ეს ვირუსი და ეს რაღაც ეს ავადმყოფობა. ამიტომ შორს იყვნენ. და თუ კეთროვანი გამოჩნდებოდა გზაზე, მიდიოდა ვიღაცა ხალხი, კაცი გზავრებმა ხო არის ეგ ასე ხომ 10 მეტრაში ან 20 მეტრაში ვიღაცა მოდის, რა ვიცი ხა იმას კეთრი ჭირს, არ ჭირს და როცა იმან უნდა ქნას რაღაცა, როცა ის მე დამინახავს. ჩვეულებრივ მოქალაქე რომ მოვდივარ და იმას რო ჭირს კეთრი, ასეთი კანონი იყო ძველად მოსეს ჯულში. უნდა დაიყიროს. კეთრიანი ვარ, კეთრიანი, გაიზიეთ კეთრი და მირბოდა ხალხი იქ. დიდო. ისა. კორონა. როგორ გარბოდნენ ხო იცით? კრებულებში რო აროშობდნენ მორწმუნეებს. აი ასე. ხო და დაინახა 10 კეთროვანი კაცი. შემოხვდა იესოს, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ. იცოდნენ თავიანთი დისტანცია. ხმა ღიმაღლეს და ამბობდნენ. შეგვიწყალე. ლოცვა ეს უკვე. შეგვიწყალე. იესო მოძღვარო. იცოდნენ. ისე იცოდნენ. გახსოვთ ერთმა კეთროვანმა რომ მიირბინა იესოს და უთხრა. დავარდა და უტეუბნება. თუ გინდა, მე მწამს, რომ შენ შეგიძლია ჩემი გამკურნება. მას არ უთქვია, თუ შეგიძლია გამკურნე. მე იქით კი არ დააბრალა. იმ კეთროვანმა უთხრა. თუ შენ მოგინდება და თუ შენ ინებებ, შენ შეგიძლია ჩემი კეთრისგან გამკურნება. და იესო რა უთხრა? განიკურნე უთხრა? მან უთხრა, მინდა. განიკურნა. აი ასე ალბათ ამის რაღაცები გაგონილი ჰქონდათ ამ 10 კეთროვნებს და დაიწყეს კვირილი. უფალო იესო მოძღვარო.
არა, უფალიც არ ვთქვიათ. შეგვიწყალე იესო მოძღვარო. ისინი რომ დაინახა უთხრა. წადით ეჩვენეთ მღვდლებს. ასე იყო კანონში. როცა კაცი ნახავდა რომ კეთრი არ არის, მაშინ უნდა წასულიყო მღვდელთან რომ მღვდელს დაემოწმებინა. დიახ, ამ პიროვნებას კეთრი არ სჭირს. და გამოაცხადებს როგორც განწმენდილს. ამისთვის გაგზავნა იესო. და არადა განწმენდილი უნდა წასულიყო და არა ის და ამათ კი უთხრა, წადით ეჩვენეთო. ეს სხვა ამბავია, მაგრამ უყურე რა ხდება აქ. თავარი რას მინდა ყურადღება გადავიტანო, არა კეთრზე და არა მხალზე, არამედ მას საქციელზე, რწმენაზე. როგორც კი წავიდნენ, იესოს სიტყვას დაემორჩილნენ. მათ ხო შეეძლოთ, რა მინდა კაცო, ხომ ცემს ის მღვდელი, კეთრის სავსე რომ მივალ იქ და რას მეტყვის? მათ დაიჯერეს რომ რაღაც იესომ თქვა, ალბათ რაღაც მოხდება ასე. წავიდნენ და გზაზე რო იყვნენ ისე, როგორც კი წავიდნენ, განიწმინდნენ გზაზე. ერთი მათგანი, ერთმა მათგანმა რომ დაინახა, განმიკურნეო, შეხედა და ვა! სადაკაცო კეთრი. ხელებზე არ არის, ალბათ სახეზეც არ მექნება. აქ რომ მქონდა რაღაცები, დამპალი ხორცები. სად არის ყველგან რაღაცები, ისინი რომ მქონდა შრამები, სველი, როლტებოდა ჩემი, ალბათ გაიხადა კიდევაც, აიწია მუცელზე. განმიკურნე. ამ აღმოაჩენა ინკასა განკურნება და რას აკეთებს? როგორც კი დაინახა, განმიკურნეო, უკან მოbrunდა. არ წავიდა მღვდელთან. ჭეშმარიტ მღვდელთან მივიდა. უკან მოbrunდა და მაღალი ხმით. მეტირება ახლა. მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. მე ხანისხან მეეჭვება იმ ვიდეოების, იმ ხალხის, რომლებიც რაღაც უემოციურად ლაპარაკობენ, დიდება უფალს განმკურნა. ასე შენ თუ განკურნა, შენ თუ ღმერთმა სასწაული განახა. რატომ ლაპარაკობ ასე წყნარად? რატომ ეს იყო იმ კაცისთვის ჯეკპოტი? ეს იყო რაღაც დიდი სურპრიზი, ეს ამაზე უფრო სასიხარულო არაფერი არ მომხდარა მის ცხოვრებაში. ნახა რომ ეს მერე ეს კეთრი კლავდა ამ კაცს, ცოტა ტანჯვა, ლპებოდა და შენი ერთ დღეს დალპებოდა და მოკვდებოდა იქით. და რომ ნახა განვიწმინდეო, უკან დაბრუნდა. შეაფასა მდგომარეობა, შეაფასა ის, ვინც განკურნა და მაღალი ხმით. დაბალი კი არა, მაღალი ხმით. თელი ძალით რას ალბათ ვენები ქონდა გამოსული კისრიდან ისეყიროდა. დიდი ხმით ადიდებდა ღმერთს. და უყურე მე მივიდა და სახით დაეცა მის ფეხებთან. ამას მხოლოდ ებრაელები აკეთებენ, მაგრამ ეს წარმართიც იყო, მაგრამ მაინც ამას აკეთებენ ღვთის წინაშე, ღვთაების წინაშე და მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის თაყვანისცემა და ფეხებზე და დაეცა ეს კაცი მის ფეხებთან და მადლობდა. მადლობა უბრალოდ. მადლობა მოძღვარო, მადლობა იესო ნაზარელო. მადლობა და რა ვიცი კიდე რას ლაპარაკობდა? სიტყვა წერია რომ მადლობდა. ეს ბევრი რაღაცა მადლობაში, მადლიერებაში ბევრი შედის. და ლუკა წერს და ეს იყო სამარიდელი. სექტანტი. თქვენ არ მოგწონთ. ვითომ? მაშინ იესომ თქვა. ეხლა ჩართეთ კლოსის მუსიკა. ნუ თუ 10-ვენი არ განიწმინდნენ, მას არ თქვია. რა რიგასა? ნუ თუ არ განიკურნენ? მე მეგონა განიკურნენ. იესო დარწმუნებული იყო რომ 10-ვე განიკურნენ. მან თქვა, ნუ თუ 10-ვენი არ განიწმინდნენ. და უყურე რას ამბობს? 9 სადღა არიან? სად არიანო 9? ისე ამით რა თქვა იესო? როგორც ღვთაებმა პიროვნებამ ღმერთის ძემ, მან თქვა,
მე მეკუთვნის ეს მადლობა. სად არიან ეს უმადურები? ცხრანი სადღა არიან? ისი გაკვეთილზე რომ არ მოვა მოსწავლე და რომ ლაპარაკობ მასწავლებელი. სადაა ქებურია, კიდო სწრახავს? იმიტომ რომ ქებურია უნდა იჯდეს კლასში და ის არ არის ის უსინდისო. რადგან იგი კუთხეში ეწება სიგარეტს. და არ მოვიდა კლასში. ასე თქვა იესომ. სადღა 9. სწრახავენ? რატო არ მოვიდნენ ის 9? რატო არ მადლობა, რატო არ მითხრესო? იესო ამბობს, როგორ მოხდა რომ ამ უცხო ტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღმერთის სადიდებლად. მადლობა ეს დიდებაა. შეიგნე, როცა შენ მადლიერებას უკეთებ ღმერთს, ემადლიერები ღმერთს, ეს შენი დიდების სურნელი ადის ღმერთამდე. და მადლიერება ეს გულიდან მოდის. ჰალელუია. და მას უთხრა ამ ერთ კაკალიას უთხრა, ერთადერთს დაბრუნებულს. ადექი. წადი. შენმა რწმენამ გაუსვი წითლად ხაზი. გადაგარჩინა. ისხრა გადარჩინა, არ გადარჩინა. მხოლოდ განიკურნენ. ეს კიდევაც განიკურნა და კიდევაც გადარჩა. იესომ უთხრა ეს. ეს მღვდელზა ვიღაცას არ უთქვია. ეს თვით ღმერთის ზემ შეჰპირდა, უთხრა. შენმა რწმენამ გადაგარჩინა. ასე რომ მადლიერება ეს არის ღმერთის დიდება. მადლიერება ეს არის რწმენა. ვინც მადლიერებაში არ ცხოვრობს, ის ურწმუნოებაში ცხოვრობს. რაც უფრო მადლიერება მოდის, ეს ნიშნავს შენი რწმენა კიდევ მწვანეს აჩვენებს. კარგია. ასე რომ ამ დილას გაიღვიზე, უთხარი ღმერთს მადლობა. შეხო მიცოცხლე. ნახეთ რა ამბავია YouTube-ში. რა ახალგაზრდა გოგონები, რა ახალგაზრდა ბიჭები, კანტა-კუნტა ცივან როგორც იმასე. ხვდებიან კაცო. არავინ არის ის სიცოცხლე რა არის. მერე კი კაცი როს ჩვენ როს რამეს კარგავთ, მერე ვაფასე, დედა რა კარგი რაღაცა მქონდა და რო ქონდა მაშინ? ისე მიგზებული ქონდა კუთხეში. ვიღაცა მოიპარა და ამ დაკარგე და მერე აფასე. ანდა კაცი რა გარდაიცე, დედა რა კაცი იყო. ხო ყავდა კაცი ის კაცი იქ, მაგრამ მადლობას ეუბნები? მაგალითად, შენი მეუღლესათვის. არ წავიდეთ შორს. სასწაულები და პურის გავრცელება და კეთრის განკურნებას არ შევეხოთ ახლა. მადლობას ეუბნები ღმერთს. ღმერთ, მადლობა ჩემი მეუღლესათვის. ვიღაცა შენ რა იცოდე? შენი მეუღლე როგორია? არ შენ მეუღლესთვის, მაგრამ შენს არ გიცნობთ. ეგებ შენ იმაზე უარესი ხარ ვიღაცა. და იმიტომ არის მეუღლე ქალია თუ ქმარია იმისანა. შენ ხარ იმისანა ბუნდარი. მადლობას ეუბნები შენი ცოლისათვის. მადლობას ეუბნები შენი ქმრისათვის. შენ არის ის რა არის. რაზი? თუ ეუბნები კაცს, შენც რო ხარ შეხორ, შენ ამისანა შენი რასაც ამბობ, ის ემართება იმ კაცს კიდევ უფრო მეტად. ის კი არა უთხრა, ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო. ხო იცით? აყვავდი და აყვავდება. გახმება. გამუშვის ტკბილი სიტყვები კაცო. ხო წერია რომ ცოლებო ქმრებს ვინც არ ემორჩილებაო თქვენ სიტყვას? ეუბნები 29 საათი ვინც არ ემორჩილებაო თქვენ სიტყვას, თქვენი საქციელით იქნესო შეძენილი. მოიქეს იმას ტკბილად. არ შეიძლება. ეს მუშაობს, იმიტომ რომ აქცერია ბიზია. ასე რომ მადლობას ეუბნები შენი შვილებისათვის. როგორიც არ უნდა იყოს იგი, ასეთია, ისეთია, წვეტიანია, ყვახეა, მწარეა, როგორიც არის. ხარ მადლიერი. ხარ მადლიერი იმ სამუშაოსაც, რომელიც გაქვს. თუ იგი მეზობელს უყურებ. მასა კაი სამუშაო აქვს და მე რა მადლიერი ხარ იმ სახლში, სადაც ცხოვრობ.
იგი როგორ მეზე როგორ აიშენა და როგორ კარფანჯრების შეცვალა და სადარო ცხოვრობ მე საწყალი მადლიერი იყავი თუ გულში მადლიერება არ არის სასახლეში რომ გაცხოვრონ მაინც უკმაყოფილო იქნები უმადური ყველგან უმადურია ხორი ყველგან ხორია ასე რომ იყავი მადლიერი ყოველი სუნთქვა ჩასუნთქვა ის მადლობა უთხარი ღმერთს წყალს აიღებ ისი კითხე და იმ დიდარ ჯოჯოხეთში როგორ ნატრობდა ჭიქაწყალს კი არა დაისველეო თითის წვერი და ენა გამიგრილიო ეს იყო მისი ყველაზე უფრო დიდი ნატრა მისი მეტი ვერ წარმოიდგინე იმ საწყალმა და შენ გიგავი ახალში წყალი ყავა რა ვიცი კიდე რაღაცა ცილწყალს ვიღაცამ მოგაწოდებ ხარი მადლობა ჯერ ღმერთს მერე მას ცირეში ერთგული ანა ცირეში მადლიერი დიჩის მადლიერი იქნება ამიტომ თუ ცირეში არ ახარ თუ ამბობს ღმერთი მადლიერი არა დიც იმიტომ რომ მაინც უმადური იქნები მადლობა ღმერთს მოდით ავიღოთ ეს მაგალითი ჩვენთვის იესომ რა თქვა სადღა 9 იესო ელოდებოდა იმ 9-ს მათგანაც ელოდებოდა მადლობაზე ღმერთის გამდიდებას ამიტომ დიდება ქონდეს ჩვენს ზესიერ მამას დღევანდელი სიცოცხლისათვის ჯანმრთელობისათვის რაც გვაქვს იმისათვის იმ ლოყმა პურისათვის იმ სახლისათვის იმ ცოლი და ქმრისათვის იმ შვილებისათვის იმ სამსახურისათვის ყველაფრისათვის მადლობა შენ ჩვენო ზესიერო მშობელო მამაო ჩვენო ბოლო იესო ქრისტე მადლობა ყველაფრისათვის ამინ უფალმა გაკურთხოთ დაგლოცოთ აბაჰე და აბაჰო იყავით მადლიერი გავხარეთ გული ღმერთს ელოდება ის თქვენგან წარმოგიდგენთ ახლა შენ რაღაცა რომ მაჩიკო და მე არაფერი არ გითხრა რომ ზურგი გაქცია წავითი გავახაროთ უფალი აბა უფალმა გაკურთხოთ მომავალ შეხვედრამდე